ანუ და დანო მადლობა ღმერთ ყველაფრისათვის. დღეს ჩვენი გული სავსე არის ღვთისმადლიერებით, ამეთო მოგვეცა შესაძლებლობა ერთად გველოცა სვეტიცხოვლის ამ დიდებულ ტაძარში. მადლობთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომლის გადაწყვეტილებით და ლოცვა-კურთხევით გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ყოველდღიური სამღვდელმთავრო ძირვები სვეტიცხოვლის ტაძარში ვიდრე 14 ოქტომბრამდე, ანუ სვეტიცხოვლობამდე. და მოგვეცა შესაძლებლობა სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსვლის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში ერთობლივი ლოცვისათვის. ალბათ დღეს ჩვენ ვერც და ზოგადად შეიძლება ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდეთ ამ ტაძრის სიდიადეს. წმინდა ნინო, როდესაც საქართველოში წამოვიდა, ის წამოვიდა იმისათვის, რომ თაყვანი ეცა მაცხოვრის კვართისათვის. ასე წერია მის ცხოვრებაში. მან მოისმინა იერუსალიმში კვართის ისტორია მისი ამდელისაგან და ისეთი სურვილი აღიძრა მის გულში, რომ ამ სურვილმა მისთვის უცნობ ქვეყანაში, უცნობ ადგილას, უცხო ხალხთან ეს ახალგაზრდა ხმაწვილი ქალი ჩამოიყვანა. რა თქმა უნდა, ღვთის განგებით მოხდა ეს, მაგრამ ეგ სურვილი რომ არ ქონოდა, ჩვენ არ ვიცით როგორ წარიმართებოდა მაშინ მისი მობრძანება საქართველოში და ქართველი ერის საყოველთაო მოქცევა. და კიდევ ერთხელ მადლობთ უფალს ამ წყალობისათვის. მინდა კვართი, რომელიც დავანებულია ამ ტაძარში, თქვენ იცით რომ ეს კვართი იყო უკერველი. ასეთი გარდამოცემა არსებობს, რომ ეს კვართი იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ნაკსოვი და იზრდებოდა მაცხოვართან ერთად. შეიძლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უმატებდა მას და ყოველთვის უქსოვდა და შესაბამისად მისი წლოვანებისა ხდებოდა ეს კვართი, მაგრამ ვიცით რომ კვართი იყო უკერველი, მას ნაკერი არ ქონდა და ამიტომაც არ გაყვეს ეს კვართი. და წმინდა მამები ამბობენ, კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, რომ როგორც კვართიო არისო აცხოვრისაო განუყოფელიო, ისევე არის ქრისტეს ეკლესია განუყოფელიო. ანუ მას კვართი მოყავს ქრისტეს ეკლესიის სიმბოლო და აი ეს კვართი ღმერთმა ინება, რომ საქართველოში ბრძანდება და საქართველოს ეკლესია და ქართველი ერი არის მისი მომვლელი, მისი მეპატრონე და მისი დარაჯი. ეს გასაოცარი წყალობა არის ღვთისა, ქრისტეს მიერ საყვარელი. და ამიტომაც სვეტიცხოველი ყოველთვის დარჩება უპირატეს ტაძრად საქართველოში. ყოველთვის იქნება გული საქართველოსი. იმიტომ რომ სასოება, იმედი ქართველ ერისა არის ამ წმინდა კვართთან დაკავშირებული. მისი ლოცვა, ცრემლი, ვედრება არის ამ სიწმინდესთან დაკავშირებული. მომავლის იმედი, ჩვენი ერის გაფრთხილება, კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისა არის დაკავშირებული ამ სიწმინდესთან. საფუძველი უნდა იყოს ეს სიწმინდე და ამ სიწმინდისადმი ჩვენი ტოლვა. იმიტომ რომ ამ ტოლვაში გამოიხატება ჩვენი სიყვარული ღვთისა, ჩვენი ერისა და მამულისა. დაცვაში ამ სიწმინდისა გამოიხატება ურთიერთ სიყვარული. ამეთო კვართი ეს დიდ მფარველობასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის და პასუხისმგებლობა კი არის ღვთის სიტყვის, ღვთის ცნებების აღსრულება. რამდენი სიწმინდე გვიბოდა ჩვენ ღმერთმა. საქართველოს არის ღვთის კვართის ქვეყანა. საქართველოს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოში ამ წმინდა ტაძარში არის ილია წინასწარმეტყველის ხალენი. პირველად ის ჩამოგდანდა და განბნევაში ყოფნა ებრაელთა ერის შვილებმა ჩამოაბრძანეს ეს სიწმინდე მცხეთაში და შემდგომ მან დაივანა თავისი ადგილი. იმიტომ რომ ებრაელთაგანაც მოიქცენ ქრისტეს
ეს სიწმინდე ძველი აღთქმისეული სიწმინდე და სიმბოლო მადლისა, იმიტომ რომ ელისე წინასწარმეტყველმა სთხოვა ილია წინასწარმეტყველს, რომ შენი მადლი მე დამიტოვაო ჩობლათო. და ილია წინასწარმეტყველმა უთხრა, თუ კი შენ იხილავ ჩემს ამაღლებას ზეცად, მაშინ ეს მადლი შენ დაგრჩება. და იმ დროს, როდესაც ამაღდა ილია წინასწარმეტყველი, მისი მოწაფე ელისე ხედავდა ამას და როდესაც ამაღდა, მან შესთხოვა, მისი გული ტიროდა და ნუგეშისათვის და ნიშნად, რომ მადლი წინასწარმეტყველისა ელისეს ებოდა ღვთისაგან ილია წინასწარმეტყველს